ითამაშეთ ჩვენთან ერთად. აბა, ყურადღებით შემოგარგებო, პირველი თამაში სახალისო მათემატიკაში გვაქვს. ალბათ გაინტერესებთ, რატომ პირველი მათემატიკაო? ახლა აგიხსნით, იმიტომ რომ მათემატიკაში ადრიანად უნდა ივარჯიშოთ. სანამ დავიღლებით. თორემ მერე შეიძლება რამე შეგვეშალოს. თანახმა ხართ? დიახ. ძალიან კარგი, მაშინ მე დღეს თქვენ აგიხსნით რა არის წყვილი. თქვენ ხომ არიცით ბავშვებო რა არის წყვილი? არიცით? ესე იგი, წყვილი არის ორი ერთნაირი. ორი ცალი ერთნაირი. აბა დახედეთ მაგიდას და მითხარით აქ რა გვაქვს? რა მოვიტანე მე დღეს სათამაშოდ, რა მოვიტანე? წინდები. ესე იგი, ჩვენი თამაში ნახეთ როგორია. თქვენც უნდა ითამაშოთ ჩვენთან ერთად ყურადღებით იყავით. თქვენ, ჩემო კარგებო, უნდა მოძებნოთ ორი ერთმანეთის შესაფერისი წინდა. ანუ ორი ერთნაირი წინდა. მიხვდით, გოგოებო? დიახ. ვინც უფრო მეტ წყვილს შეაგროვებს, ის იქნება უფრო გამარჯვებული. გამარჯვებული ყველანი ხართ, იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანი და კარგი გოგონები ხართ, მაგრამ ვინც უფრო მეტ შეაგროვებს, ის უფრო ყოჩაღი იქნება, ხო? თქვენ კი ჩემო კარგებო, ყურადღებით უყურეთ და თუ რაიმე შეცდომა შენიშნავთ, ხმამაღლა დაიძახეთ ისე რომ მე გავიგონო. შეცდომა. აბა, დავიწყეთ თამაში. ხილად შეაგროვა? წინდა? სულ ყველამ, ხო? ძალიან კარგი. ითამაშეთ ჩვენთან ერთად. რადგან გოგონებმა წინდები უკვე შეაგროვეს, ახლა გადავიდეთ ჩვენი თამაშის მეორე ნაწილზე. აი ამ თოკზე უნდა ჩამოვკიდოთ სათითაოდ თქვენი შეგროვებული წინდები. თოკი სპეციალურად გავაბი იმისათვის, რომ ყველამ დაინახოს, რამდენად სწორედ შეარჩიეთ წყვილები და ვინ მოახერხა უფრო მეტი წყვილის შეგროვება, ხო? მოდით ახლა აი ესე აქეთ მხარეს დავდექით, რომ უყუროთ ერთმანეთის შეგროვებულ წინდებს, ვინ შეაგროვა სწორედ და ვინ არა. აბა და მე სათითაოდ სულ ყველას გამოგიყვანთ, ხო? კარგი, მოდი პირველი გამოვიდეს მარიტა. მოდი მარიტა. აბა, მარიტა, ესე იგი შენი შეგროვებული წინდები უნდა ჩამოკიდე თოქზე, ხო? და ჩვენ ვნახავთ, რამდენად სწორედ დააწყვილე. აბა, მიდე, ჩამოკიდე. მოდით ახლა ვნახოთ, რამდენი წინდა მოაგროვა მარიტამ. შეხედეთ, აბა, რამდენი წინდა მოაგროვა, რამდენი წყვილი წინდა. წყვილი რას ნიშნავს? ორი ერთნაირი, ხო? ესე იგი, აი შეხედეთ და დაითვალეთ, რამდენი წყვილი გამოგვივიდა თოქზე? ორი ყოჩაღ. 4 ცალია, მაგრამ წყვილი არის ორი. ყოჩაღ. ორი. სწორედ შეარჩია წინდები ერთმანეთის შესაფერისია წინდები. აბა შეხედეთ. მე მგონი სწორია, ხო? ხო. ყოჩაღ მარიტამ, შენ სწორად შეარჩიე წინდები, ვინც ყველაზე ყოჩაღი იქნება, ის წინდა მედალს დაიმსახურებს. იცით? აბა, ეხლა მოვიდეს ჩემთან ნინიკო. მოდი. და ვნახოთ, აბა, ნინიკომ სწორად შეარჩია თუ არა წინდები და რამდენი წყვილის შერჩევა მოახერხა. შეგიძლია აქ დაალაგო შენი წინდები და ჩამოკიდო თოქზე, სათითაოდ. აბა, ვნახოთ. ჩემო ჭკვიანო გოგოებო, შეხედეთ და თვალეთ და მითხარით ნინიკომ რამდენი წინდა შეაგროვა. მოდი ჯერ 10 ყოჩაღ, აბა დავითვალოთ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. კარგი. მოდი ახლა მითხარით, რამდენი წყვილი გამოუვიდა ნინიკო შეგროვებული? 10. 10 რატო? 10 ცალი გვაქვს, მაგრამ წყვილი ხო ორს ნიშნავს, ორ ერთნაირს, ხო? ორ ერთნაირს ნიშნავს, ხო? ეხლა მოდი დავთვალოთ. ეს ერთნაირია ეს წინდები? კი. ერთმანეთს გავს? კი. ესეც გავს? კი. კარგი, ესეც გავს? კი. ეს გავს ერთმანეთს? კი. ესეც გავს, ხო? ეხლა მოდი დავთვალოთ ნინიკომ რამდენი წყვილი წინდა შეაგროვა? 1 დათვალეთ ხმამაღლა? ანუ ეს ორი ერთნაირი ერთ წყვილს ნიშნავს, ხო? 1 2 3 4
ყოჩახ, ესე იგი ნინიკოს რამდენი წყვილი წინდა შეუგროვებია? 5 წყვილი წინდა. ახლა მითხარით, სწორად შეაგროვა ნინიკომ წინდები? ხო, ყველა წინდა ერთნაირია, ხო? ყველა წყვილი ერთნაირია, ხო ასია? ეს ზოლიანია, ეს ყვავილიანია, ამას ბურთები აქვს, ამას ვარსკვლავები აქვს და ამასაც ბურთები აქვს, სწორია? ესე იგი ნინიკო, როგორი გოგოა, ძალიან ყოჩაღი, ასე არ არის? კი, ყოჩაღ ნინი. აბა, დაიკავე მოდი შენი ადგილი და ჩემთან მოვიდეს მარი. ეხლა ვნახოთ მარი როგორ რამდენი წინდა მოაგროვა სწორედ. მოდი ჯერ ვნახოთ ნინიკომ რამდენი ცალი წინდა შეაგროვა. აბა ნინიკომ არა, რამდენი ცალი ვთქვი მე. აბა შეხედეთ და მითხარით რამდენი 4 ესე დავთვალეთ 1 2 3 4 ეხლა მითხარით რამდენი წყვილი წინდა გამოვიდა ნინიკოს 2 მართალია ეს წინდები ერთმანეთს გავს ხო ყვავილებიანია ეს წინდებიც ერთმანეთს გავს ხო ესე იგი ეს არის 1 წყვილი ეს კი მეორე წყვილი ხო ესე იგი ნინიკოს რამდენი წყვილი წინდა შეუგროვებია არა რამდენი წყვილი წინდა შეუგროვებია მითხარი მარიტა 2 წყვილი ხო ყოჩახ ნინი, კარგი გოგო ხარ, ნინიკომ მოახერხა და შეაგროვა 2 წყვილი წინდა. ბოდიში მარიმ შეაგროვა 2 წყვილი წინდა. აბა ახლა მოდი ვნახოთ ანამ რამდენი ცალი წინდა მოაგროვა და რამდენი წყვილი წინდა გამოუვიდა ჩვენს ანას უკაცრავად. მოდი, გოგონებო, ყურადღებით ხართ, რამე არ გამოგეპაროთ. თქვენს თუ შეცდომას დაინახავთ, უნდა ხმამაღლა თქვათ შეცდომა ისე რომ მეც გავიგო. აბა, ანა მობრუნდით ჩემსკენ და მოდით ახლა ვნახოთ, დავთვალოთ, რამდენი ცალი წინდა შეაგროვა ანამ. რამდენი ცალი? 6. აბა, დავითვალეთ? ხმამაღლა. 2 3 4 5 6 აბა ახლა მიპასუხეთ, რამდენი წყვილი წინდა შეაგროვა? არა. მოდი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. რას ნიშნავს წყვილი? 2 ერთნაირს მართალია. მოდი კიდევ ერთხელ ვთქვათ, ანამ ერთნაირი წინდები რამდენი წყვილი შეაგროვა? აბა დათვალეთ მარიტა ყურადღებით. 1 2 3 ესე იგი ანამ შეაგროვა 3 წყვილი წინდა. ყოჩაღ და თან სწორედ შეაგროვა, რაც თავარია. ხომ ასეა ჩემო კარგებო, შეცდომა ხომ არ გინახიათ სადმე. ძალიან კარგი რომ ყურადღებით ხართ. აბა და დარჩა ქეთუსი. მოდი ქეთი, მიდი დაიკავე შენი ადგილი. ესე იგი ქეთის ცოტა ადგილი უნდა გაუნთავისუფლოთ, რომ თავისი წინდები ჩამოკიდოს. მოდით ახლა ვნახოთ გოგონებო ყურადღებით. დავთვალოთ, რამდენი ცალი წინდა მოაგროვა ქეთიმ. რამდენი ცალი? დაუკვირდით რას ვამბობ, აბა, დამითვალეთ? 1 ხმამაღლა? 2 3 ახლა მიპასუხეთ, რამდენი წყვილი წინდა შეუგროვებია ქეთის? 6 არა, 6 ცალია. და წყვილი? 2 წყვილი ნიშნავს 2-ს, მართალია, 2 ერთნაირს და ქეთი რამდენი ერთნაირი, ესე იგი 3. ყოჩახ, მარი, ყოჩახ, ესე იგი ქეთიმაც სწორედ გაართვა ამ დავალებას თავი. მოახერხა 3 წყვილი წინდის შეგროვება. ძალიან კარგი, მე მგონი ჩვენი მათემატიკის გაკვეთილი ძალიან სახალისო გამოვიდა. ხო ასეა გოგოებო? თქვენც ხომ ასე ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ გოგონებმა ძალიან ყოჩაღად გაართვეს თავი დავალებას და მოდი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რას ნიშნავს წყვილი? რას ნიშნავს წყვილი? 2-ს. ანუ 2 ერთნაირს, ხო? აი ეს დაიმახსოვრეთ, რომ 2 ერთნაირი ეს არის წყვილი. და ცალი რას ნიშნავს? 1 ცალს და წყვილი რას ნიშნავს? 2-ს.